ამჯერად კოლეგებო ჩვენ დავასრულეთ ელასტიკურობის ცნების შესწავლა. მთლიანობაში წინა ლექციების გათვალისწინებით განვიხილეთ ეკონომიკის ძირითადი პრინციპები, მოთხოვნისა და მიწოდების მექანიზმები. დღეს ჩავღრმავდით ელასტიკურობის შინაარსს და შეიძლება ითქვას, რომ უკვე გვაქვს საფუძველი იმისა, რომ ბაზარზე მიმდინარე მოვლენები, ეს პროცესები გავაანალიზოთ ყველა ამ ჩვენს მიერ შესწავლილი ინსტრუმენტების გამოყენებით. ამიტომ უპრიანი იქნება თუ ჩვენ გავაკეთებთ ამას ახლავე ერთი რაიმე მარტივი მაგალითის გამოყენებით და მოვახდინოთ ანალიზი იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები ბაზარზე რაიმე კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად ავიღოთ სოფლის მეურნეობის სფერო და დავაკვირდეთ თუ როგორი შეიძლება იყოს შედეგები გარკვეული სიახლეებისა, ტექნოლოგიური გაუმჯობესებისა სოფლის მეურნეობაში, კონკრეტულად მასში ჩაბმული ეკონომიკური სუბიექტებისათვის, მაგალითად გლეხისათვის. ანუ სოფლის მეურნეობის ზოგადად განვითარებამ, ტექნოლოგიურმა სრულყოფამ და წინსვლამ, ინოვაციურმა პროცესმა, რა შედეგი შესაძლებელია იქონიოს უშუალოდ ამ პროცესში ჩაბმულ, ვთქვათ, გლეხურ მეურნეობაზე. ანუ შეიძლება თუ არა რომ ეს სიახლე იყოს კარგი მთლიანობაში დარგისთვის და ცუდი გამოდგეს გლეხისთვის. გლეხისა და ხორბლის ბაზარის მაგალითზე ნახოთ მაგალითად რა ხდება, როდესაც მაღალი ტექნოლოგია იქნება შემუშავებული უნივერსიტეტის მიერ და საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ახალი ჯიში, ახალი ჰიბრიდი ბევრად პროდუქტიულია იმ ჯისთან შედარებით, რომელსაც გლეხი იყენებს ჩვეულებრივად თავის მეურნეობის პროცესში. როგორც აღნიშნეთ, ჩვენ ამ ანალიზს ვახორციელებთ ჩვენთვის უკვე ნაცნობი ინსტრუმენტებით ოპერირების საფუძველზე, ანუ პირველ ყოვლისა როგორ იცვლება მიწოდება, როგორ იცვლება მოთხოვნა, ვაანალიზებთ ამ რუდებს, შემდგომ რუდების გასწვრივ მოძრაობას, ან თავად რუდების გადაადგილებას, საბოლოოდ ერთმანეთს უთანხმებთ მოთხოვნისა და მიწოდების მრუდებს და პოულობთ წონასწორობის, ასე ვთქვათ, წერტილებს და მთლიანობაში საბაზრო წონასწორობის მდგომარეობას. ანუ აი ეს გახლავთ გრაფიკული გამოსახულება ხორბლის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებისა და დავაკვირდეთ ახლა კონკრეტულად თუ რა მოვლენებს აქვს ადგილი. როგორც ხედავთ, მოთხოვნის რუდი გადაადგილდა, ანუ ამ მნიშვნელოვანი დეტერმინანტის ზემოქმედებით, როგორცაც წარმოადგენს ტექნოლოგიური პროცესი, სრულყოფა, ანუ ინოვაცია, დავიმახსოვროთ ეს ტერმინი, რომელიც გლობალურ ეკონომიკაში, თანამედროვე ეკონომიკაში სულ უფრო და უფრო მეტად არის მახასიათებელი ეკონომიკური ეფექტიანობისა და ამ ინოვაციის შედეგად მივიღეთ ახალი ჯიში ხორბლის, რომელმაც გამოიწვია, ასე ვთქვათ, აი ამ რუდის, მოთხოვნის რუდის გადაადგილება მარჯვნივ ზრდის თვალსაზრისით და დავაკვირდეთ ახლა თუ როგორია შედეგები ძირითადი მწარმოებლისთვის, გლეხისთვის აი ამ მოვლენების ფონზე. გაუმჯობესდა თუ არა მდგომარეობა? ნუ მდგომარეობის გაუმჯობესება გლეხური მეურნეობისთვის ჩვენ ბუნებრივია ყველაზე ლოგიკური, ასე ვთქვათ, შეფასების მეთოდით, შემოსავლის დათვლით უნდა გავაკეთოთ და ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენ ახლა ეს ნახაზი. ანუ ფაქტიურად რუდის გადაადგილებით მარჯვნივ დამყარდა ახალი წონასწორობა, საბაზრო წონასწორობა
რომლის შედეგადაც ხედავთ ჩვენ რომ ფასმა დაიკლო 3-დან 2 დოლარამდე პირობითად აი ამ ახალი გადაკვეთის წერტილში, ხოლო რაოდენობა, მიწოდების რაოდენობა უნებრივია გაიზარდა და ამ შემთხვევაში გაიზარდა 10%-ით და 10-დან ვთქვათ 100-ად პირობით ერთეულამდე. რამაც საბოლოო ჯამში გლეხის მდგომარეობა შეცვალა შემდეგნაირად. თუ მრუდის გადაადგილებამდე გლეხი 3 დოლარად ყიდდა 100 პირობით ერთეულ ასე ვთქვათ ხორბალს, მისი შემოსავალი შეადგენდა 300 დოლარს. ახლა გაიზარდა მოცულობა მიწოდების 100-მდე, თუმცა ფასი დაეცა 2 დოლარამდე და შესაბამისად გლეხის შემოსავალი შეადგენს 220 დოლარს. ასევე მხედველობაში მივიღოთ ის, რომ მთლიანობაში მიწოდების მნიშვნელოვან ელასტიკურობას არ აქვს ადგილი, გამომდინარე იქიდან, რომ ხორბალი არის იმ ტიპის პროდუქტი, რომელიც არ ხასიათდება ელასტიკურობით ფასის ცვლილების შემთხვევაში. ის არის იმ ტიპის პროდუქტი, საქონელი, რომელსაც განსაკუთრებული შემცვლელები არ გააჩნია. ამდენად ეს არის სტაბილური პროდუქტი და მისი მოხმარების მოცულობაც შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურია. სწორედ ეს არის ის გამამპირობებელი ფაქტორი, რომ ტექნოლოგიურ ცვლილებას და ვთქვათ წარმოებლურობის ზრდას არ მოყვა რეალური გაუმჯობესება გლეხისთვის, პირიქით აი ესეთ პირობებში სულ უფრო და უფრო მეტ გლეხს ეძლევა თავისი საფოსამეურნეო წარმოების გაუმჯობესების საშუალება წარმოებლურობის თვალსაზრისით, რაც საბოლოო ჯამში მთლიან საბაზრო მიწოდების პირობებში თითოეული გლეხის მდგომარეობას არც თუ განსაკუთრებით ანუ მთლიანობაში თუ ეკონომიურად გავაანალიზებთ ჩვენ აი ამ ეკონომიკურ ციკლს და ამ ქმედებებს და მთლიან ასე ვთქვათ მოვლენათა მსვლელობას საბოლოო ჯამში დავწმუნდებით, რომ ეს გლეხისთვის წამგებიანია. ანალოგიურ პროცესებს ჰქონდა ადგილი სხვათა შორის ამერიკის შეერთებული შტატების სასოფლო-სამეურნეო ბაზარზე, სადაც 50-იან წლებში ჩვენ გვქონდა ესეთი ვითარება, რომ სოფლის მეურნეობაში დაკავებული იყო დაახლოებით 17% მთელი მოსახლეობის და მოგვიანებით უკვე ვთქვათ 2000-იან წლების დასაწყისში ეს მაჩვენებელი დაეცა მთელი მოსახლეობის 2%-მდე. გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიები გაუმჯობესდა და წარმოებლურობა დარგის მთლიანობაში სოფლის მეურნეობის განსაკუთრებულად გაიზარდა. შესაბამისად გაორმაგდა საქონლის მოცულობა და წარმოებლურობის მაჩვენებელი, რასაც ფერმერები მიმდინარე ეტაპზე სოფლის მეურნეობაში ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დარგში ახორციელებენ, თუმცა შედეგად მივიღეთ ის, რომ მთელ ამ გაუმჯობესებულ ეკონომიკურ სურათს სოფლის მეურნეობაში ქმნის მხოლოდ 2% მოსახლეობის. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანარჩენი 15%-ის მდგომარეობა, რომელიც ჩამული გახდა სოფლის მეურნეობაში 50-იან წლების დასაწყისში, გაუარესდა და მათ უბრალოდ მოუწიათ აი ამ
დარგისგან გასვლა მიტოვება ამ სფეროსი. ამდენად ეს გახლავთ დაახლოებით ესეთი მოკლე ანალიზი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული დარგში მდგომარეობის გაუმჯობესება, ტექნოლოგიური წინსვლა, სრულყოფა, ეს ყველაფერი ლოგიკურად და ადეკვატურად პირდაპირ პროპორციულად აისახება თუ არა მწარმოებლის ამ შემთხვევაში გლეხის მდგომარეობა. ჩვენ როგორც ვნახეთ, პირიქით ეს არის უპროპორციული დამოკიდებულება და საბოლოო ჯამში აი ამ ტექნოლოგიურმა პროცესმა სოფლის მეურნეობაში განაპირობა ის, რომ გლეხის მდგომარეობა გაუარესდა და საერთოდ, ასე ვთქვათ, გავიდა აი ამ საქმიანობის არეალიდან ძალიან დიდი რაოდენობა გლეხური მეურნეობის. ეს გახლავთ საშინაო დავალება დღევანდელ